გაპარტახებულ სივრცეში ხალხი ერთმანეთს ებრძოდა. სიყვარული და სიკეთე მოულოდნელად ქრებოდა. ყოველ მეორე საათში პატარა ბავშვი კვდებოდა. ამას ვერავინ ვერ გრძნობდა, რომ აღსასრული დგებოდა. სასწაულის დღეს ჯეროდათ, უფლის იმედი გააჩნდათ. სევდა გულს სწვავდა, უკლავდა, მაგრამ რატომღაც კვლავ სწამდათ. იმედი ჰქონდათ, მათ ესღა შემორჩენოდათ. სიკვდილებსა და ომებსა დასასრული არ უჩანდა. იქით ვიტოვებული ბავშვი ცრემლებს ღვრიდა. შვილი საფლავზე დედა გულა მოსკნილი ტიროდა. მომავალი თაობაც ასე ნელ-ნელა ომებში იზრდებოდა. თვითმკვლელობა და ომები ეპოქას არ აკლდებოდა. არ ვარდებოდა ქართველთა ერი, ძირს არ ეცემოდა. ოდითგანვე მტერთა კორიანტელს ეომებოდა. ირგვლივ სიბნელეს უფლდა. გაჭირებულებს დახმარებას არავინ უწევდა. ქალაქის ქუჩებში სისხლის ღრა არ ჩერდებოდა. ახალგაზრდების გულები რატომღაც ნაადრევად ბერდებოდა. მაინც არ ნებდებოდა მათი გულები ცგერას არ წყვეტდა. ეშმაკიკი ამ დროს ადგილის დამკვიდრებას ლამობდა. ყვავილიც აღარ ხარობდა, უკვე ისიც ჭკნებოდა. ბუნებასაც დაეშვა სილამაზის ფრთები, თვალის ჰორიზონტზე შემზარავი კადრები იხატებოდა. სევდისფერ საღამოს სიო ფოთლებს ნაზად აშრიალებდა. ადამიანის გულები შუაზე ისერებოდა, ვით დანადასმული ვაშლი შუაზე იყოფოდა. დრებისგან სამშობლოც ნელ-ნელა ცალკევდებოდა. ომში გაგზავნილი შვილი კი დედას არ უბრუნდებოდა. დედის წრემლები შვილის საფლავს ასველებდა. ხურვალე წრემლები საფლავის ქვას ეღვენთებოდა. უფლისგან აშობი ხალხი ერთმანეთს ანადგურებდა. ის კი ზემოდან ვითარებას აკონტროლებდა.